რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე დავით ლომიძისა და თემურ სასოხაშვილის საქმეებს განიხილავს. მათ პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდესხმასა და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მარიამ ჩანტლაძე გვერდდება საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. პროევროპული აქციების მონაწილეების 1 დეკემბრის აქციაზე დაკავებულების თემურ სასოხაშვილის და დავით ლომიძის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს ამ წუთებში პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. თქვენ იცით, რომ ბრალდებულები უკვე 2 თვეა იმყოფებიან საპყრობილეში განსაჯელის სკამზე სხედან. ისინი არ აღიარებენ ბრალს და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. წარდგენილ ბრალდებაში პროკურატურა სახელმწიფო ბრალდება მათ ედავება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კერძოდ კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებზე თავდასხმას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის საშუალებით და პროკურატურა ავითარებს ვერსიას, რომ ამავე ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ მანქანას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გამოცხადდა თემურ სასოხაშვილი, დავით ლომიძემ კი უარი განაცხადა სასამართლოს ხდომაზე გამოცხადებაზე და ამ ფორმით მან მიმართა სასამართლოს სპეციალური განცხადებით, თუმცა მის ინტერესებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიცავს თავისივე ადვოკატი. ინტერესების დამცველები ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ დევს მათი ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, უტყუარი მტკიცებულება, არც ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ამ ადამიანებს უჭირავთ მოლოტოვის კოქტეილი ან ისვრიან თუნდაც ვინმეს მიმართულებით. აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყება შექმნის ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებს და ეს არ არის უტყუარი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე იქნება მსჯელობა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით. მიმართავენ შუამდგომლობით ადვოკატები, რომ მოიხსნას მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. თუმცა საინტერესოა რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე და დატოვებს თუ არა მათ ისევ საპყრობილეში, ასევე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. დაცვის მხარე დაუშვებლად მიიჩნევს ყველანაირ მტკიცებულებას, რაც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი. საუბარი არის ერთ კადრზე, რომელიც არის იმდენად ბუნდოვანი, რომ იდენტიფიცირება და გარჩევა არის შეუძლებელი. თუ ვინ ჩანს აღნიშნულ კადრზე, ოჯახის წევრებსაც ვესაუბრეთ, ბრალდებულების თემურ სასოხაშვილის მამას მაგალითად, რომელსაც არ აქვს პოზიტიური მოლოდინები ამ სასამართლოს პირობებში. რა ხდება კაციშვილმა არ იცის, თუ ვერ უმტკიცებე რატო არ უშვებენ, იქნება სამართლიანად. ნახონ გამოიძიონ ყველაფერი. რა არის გამოძიებაში ისე რაღაც იძახება, ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი ვიცი არ იქნება. იმიტომ მაგას რაიყო თავიდან რანაირი ბიჭი არის, ყველაფერი ხომ გაირკვეს, ხო? მაგრამ ჩემი შვილი მაგის ჩამბენი ნახდათ ვიცი არ იქნება. ადვოკატი ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის, არა ეს არანაირი. ეხლა მე რაღაც ვიდეო რომ მანახეს, იმიტომ რომ ვაფშე არ ჩანს. არ ჩანს, იმიტომ რაღაც ვიდეო სახეებიც არ ჩანს, ჩემს შულს ვაფშე არც ტანითაგავს არ არის. ვიდეო ჩანაწერი არსებობს, სადაც ჩანს ვიღაც პირები რომ ისვრიან, თუმცა თვითონ გამოძიების მხრიდანაც იდენტიფიცირებული არ არის ამ ვიდეოზე ვინ ისვრის. ანუ იმდენად მომდოვანი კადრებია, რომ თვითონაც მიგდენ რომ არ უნდა დაინიშნათ ექსპერტიზა, ჰაბდესკოპირო ექსპერტიზა და არ დანიშნულა. შესაბამისად ამ ვიდეო ჩანაწერს როგორც მტკიცებულებას, პირდაპირ მამხილებლად მტკიცებულებას, ასე ვთქვათ, ვერ გაითვალისწინებთ. პოლიციელები, რომლებიც სასწაულებრივად ხედავენ გარკვეულ პირებს, რომლებიც ცხოვრებაში არ უნახავთ და შემდეგ ვითომ და გარკვეულ მოქმედებებში, ასე ვთქვათ, ამხილებელი ჩვენებები აქვს და ასე შემდეგ, რაც თავისთავად არ არის ობიექტური მტკიცებულება და ვერ ჩაითვლება ობიექტური მტკიცებულებად, რადგან იმისათვის, რომ ადამიანს დაუმტკიცონ გარკვეული ბრალი, რასაც ედავებიან სისხლის სამართლებრივად, ამისთვის უნდა არსებობდეს უტყუარი მტკიცებულება. საქმეში არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ დევს. პროევროპული აქციების მონაწილეები თავს დამნაშავედ არ ცნობენ, ისინი 2 დეკემბერს დააკავეს.